დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. დღემდე პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა, რატომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. თავი მოიკლა თუ მოკლეს. ჩვენი სტუდიის სტუმარია პოლიტოლოგი ცოტნე გამსახურდია. მოგესალმებით, ბატონო ცოტნე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველი შეკითხვა ჩემი ასეთია. 1%-ით მაინც თუ უშვებთ, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა გამსახურდიამ თავი მოიკლა? არა. იცით რა არის, ახლა როდესაც საუბრობენ და თქვენ ეთერშიც მე ახლა ჩემამდე რომ სტუმარი ყავდათ ბატონი გია ხუხაშვილი მასთან ინტერვიუსაც უსმენდი, ასე რომ თქვა და იქაც გაიჟღერა რომ მოკლეს თუ თავი მოიკლა. თავი მოიკლა თვითონ ეს ვერსია არის, აი ხელოვნურად ასე ვთქვათ, შემოგდებული და ეს არ არის შეთქმულებების თეორია. ხელოვნურად შემოგდებული ვერსია, რომ აი 1%-იც კი აი როგორც თქვენ ახლა ბრძანეთ, 1%-იც კი რომ წაიღოს, ასე ვთქვათ, ამ ალბათობამ გესმით საზოგადოებაში, ჩათვალეთ, რომ მის ამ ვერსიის ავტორებს ეჭვი დათესილი აქვთ, ასე ვთქვათ. აი თქვენ უნდა დამისვათ კითხვა, უფრო მართებული იქნება, ვინ მოკლა, გესმით? იმიტომ რომ ასევე მრავალი ეს შეკითხვა იმიტომ დავსვი რომ მას შემდეგ რაც თქვენ განმარტავდით რომ ამის აღჯერად ამ კითხვას აუცილებლად ის რა არის ახლა თავით მკვლელობის ვერსია მოგეხსენებათ ახლა რომელ წელში იყო ეს გაჟღერებული დიახ რამდენიმე წლის განმავლობაში ოფიციალურ წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისიც კი მეტყველებს რომ ესე იგი შევარდნაძის ორგანოებმაც კი ესე იგი შინაგან საქმეთა ევროპოსტოეთ სამართალდამცავ ორგანოებმა ვერ დაადასტურეს ცალსახად მკვლელობის ვერსია 20 წელიწადი ფაქტიურად ჯერ შევარდნაძის 2004 წლამდე და 2004 წლის შემდეგ პრინციპში სააკაშვილის დროსაც ამ საქმეს კლავდნენ. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, თქვენ მოგეხსენებათ ახლა ვარაუდით მაინც რას ნიშნავს 20 წელიწადი საქმის მიმდინარეობისათვის, როდესაც ეს თავზეა შემოდებული. გესმით თქვენ? მე ახლა ვერ ვიტყვი რომ ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერი არ გაკეთებულა, იყო როგორც მიღწევები, ასევე უარყოფითი მომენტები და ეფექტები, ასე ვთქვათ, ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ასე ძირითადად ეს ყველაფერი თაროზე იყო შემოდებული, ძირითადად აი როგორც თქვენო წინასწარმოებმა აღნიშნა, ხდებოდა ამ საქმის ესე ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით წინწამოწევა და შემდეგ ისევ მიფუჭეშება, აი მოგეხსენებათ ახლა მაგალითად ჩემი უფროსი ძმა, როდესაც მას ესე ვთქვათ მას შეუქმნეს საპარლამენტო კომისია, მაგრამ ამავე დროს არ მისცეს ამ კომისიას საგამოძიებო უფლებამოსილება. ანუ ეს ნებაყოფლობით, ესე ვთქვათ, მონაწილეთა საქმის ფიგურანტთან კეთილნებაზე უნდა ყოფილიყო ის დამოკიდებული. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ეს რაღაც რომ შეგიშვათ სამუშაოდ და ამავე დროს ხელები უკან გაგიკრათ. თუმცა გადაკვალიფიცირდა საქმე და თვითმკვლელობა მკვლელობად შეიცვალა. სწორედ ამას მოგახსენებთ, დიახ, სწორედ აქეთ კი მოყავს საქმე. საქმე იმაში კი არ არის, მოგეუბნებით, მოკლეს თუ თავი მოეკლა, ვინ მოკლა? აი ეს არის დღეს ყველაზე რელევანტური კითხვა. დიახ, რა მოხდა 22 წლის და 3 თვის წინ ხდა. დღეს ახლა საკმარისზე მეტი მასალებია, მე დამერწმუნეთ ახლა შორსა ვარ. მე საერთოდ ძალიან მიწაზე პარადომიკაცი ვარ, შეიძლება ითქვას, შეიძლება ეს ახლა ასე არ მემჩნევა, ვინც არ მიცნობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამეწმუნეთ, რომ ილუზიებისგან და რაღაც არც ისე ილუზიებისგან თავისუფალი და არც ისე ადვილად მოსატყუებელი. თუმცა ვიღა ახლა ჩვენი ხალხის უმრავლესობა იმდენი რამ გაიარა, რომ ჩვენ ყველა ასე ვთქვათ, გარკვეული სიბრძნე შეგვიძინა ცხოვრებამ და დამერწმუნეთ, რომ მე რაღაცის გაფეტიშებისაგან ან დაუმსახურებელი ქებისაგან ვინმეს ან რაიმეს მით უმეტეს პოლიტიკოსების შორსა ვარ, მე მოგახსენებთ დღევანდელ რეალობას, რომ ამ საქმეში დიახაც დღეს დევს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ არა თუ ეს რომ მკვლელობა იყო, ეს ჩემთვის ფაქტიურად პირველივე პერიოდიდან იყო ცხადი კიდევ გავიმეორებ, მას შემდეგ რაც შოკიდან გამოვედი და რაღაც ახალგაზრდა ბიჭი გახლდით მაშინ ახლა. ხო და რაღაც ლოგიკური აზროვნების უნარი დამებრუნდა, მაგრამ დღეს ესე ვთქვათ, საკმარისზე მეტი მტკიცებულებები დევს იქ უკვე. მოდი კონკრეტულად გადავიდეთ, რა არის მთავარი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს. იმისათვის რომ ვისაუბროთ, რომ ესე იგი მალე ამ საქმის გახსნა შესაძლებელია. მალე ამ საქმის გახსნა შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, მართველი გუნდის პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი. დიახ, პოლიტიკური ნება საერთოდ რომ არ იყოს ესე იგი პროკურატურა იმას ვერ გააკეთებდა, რაც მან შეძლო, ხომ ასეა. მაგრამ შემდგომი
ასე ვთქვათ, პედალირება ამ საკითხის საჭირო და მკაფიოდ გამოხატული ეს ნება იმისათვის, რომ ეს საქმე გაიხსნას. ბევრი აღარ არის დარჩენილი. მე ყველა დეტალზე ამას სასახლავი გეტყვით, რომ ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ დღეს გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რაც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება რაღაც ჩემთვისაც არ არის ცნობილი, გესმით, მაგრამ იქ არის მთელი რიგი ნიუანსები, მაგალითად უსაფრთხოების სამსახურების იმჟამინდელი უკანონო ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობის შესახებ პრინციპში დადასტურებული ფაქტები გესმით, ეხლა იცით რა არის მტკიცებულებების მოძიება, ამას შემდეგ უნდა წავიდეს სასამართლოში, უნდა იქნას იქ დადასტურებული, დამოუკიდებელმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. წინასწარ რომ არ გავუსწროთ, მოდით ვიტყვი, რომ ესე იგი სავარაუდო ფაქტობრივი მონაწილეობის შესახებ უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების საქართველოს პირველი პრეზიდენტის ამ შემთხვევაში ასე მოიხსენიებ მამას დევნაში ესე იგი ძალიან საეჭვო პირების მონაწილეობა ამ ყველაფერში ესე ვთქვათ რაღაც პირდაპირ თუ ირიბი ორი ადამიანის გარდაცვალება ირაკლი გოგაზისა და ირაკლი პირებზე მოდით ჯერ არ ვისაუბრებ თქვენის ნებართვით და ეს ყველაფერი დამეწმუნეთ არ არის ასე ვთქვათ, თითიან გამოწოვილი, კიდევ ორი მისი დაცვის წევრის მკვლელობა, ასე ვთქვათ, ინომალებით მოცულ ვითარებაში, სოფელ ნაკიფუში, რომლებიც ესე ვთქვათ, დაცვიდან ორი ადამიანი, რომლის ესე ვთქვათ, გადაბირება თუ მოსყიდვა შეუძლებელი იქნებოდა მათი რაღაც ბექგრაუნდიდან თუ პიროვნული თავისებურებიდან გამომდინარე, როგორ გაანადგურეს ეს ადამიანები, როგორც მოგახსენეთ სოფელ ნაკიფუში, ნუ იარაღის დახრის კუთხეზე უკვე აღარ ვსაუბრობ, ამის შესახებ საზოგადოებას, ესე იგი იარაღის კი არა, უბრალოდ გასროლის ჭრილობის შემავალი ჭრილობის ტრაექტორიაზე. მრავალი წელი გავიდა შესაძლოა საზოგადოებას დეტალებში არ ახსოვდეს. ჩაუტარდა თუ არა ზვიად გამსახურდიას ექსპერტიზა? ზვიად გამსახურდიას იმ მომენტში ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდებოდა და ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი ვიღაც რაღაც ჭორიკნების თუ ავის მოსურნეების თუ რა ინტრიგანების გასაგონად. თქვენ არ გულისხმობთ ახლა რა უნდა სწორად გამიგეთ. ზედამსახურდიას იმ მომენტში ვერ ჩაუტარდებოდა ვერავითარი ექსპერტიზა, იმიტომ რომ გროზნოში ფიზიკურად არ იყო ამის საშუალება. იქ იყო ერთადერთი 70 წელს მიტანებული მოხუცი პათანატომი, რომელმაც ზედაპირულად დაათვალიერა ისევე როგორც მე პირადად და აი მე მაგალითად მაშინ კარგად მახსოვს რომ არ ჰქონდა მაშინ ცხედარს თვითმკვლელისათვის დამახასიათებელი შტანცმარკა მარჯვენა მხარეს. ესე ვთქვათ ჭრილობის შემავალი ჭრილობის შემავალი ნახრეთის გარშემო. შემდეგ ესე იგი რაც შეეხება მაშინდელი უკანონო ხელისუფლების, შეურნაეს ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მოწვეულ და სპეციალური შემთხვევისათვის გამოყოფილ ექსპერტთა ჯგუფს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა როგორ შეიძლებოდა იმ პერიოდში მათი ნდობა, როდესაც ზვიადგამსახურდიას სახელისხსენებისთვისაც კი ხრეტდნენ, აპატიმრებდნენ, აუპატიურებდნენ ხუჩებში ხალხს. ახლა თქვენ შეიძლება ცოტა ახალგაზრდა ხართ. თუმცა მინდა გითხრათ რომ გახსოვს, მაგრამ ხო, ნუ ალბათ გახსოვთ რაღაც ნაწილი მაინც. აი ეგერ აქედან არც თუ მოშორებით, რა ვიცი, ათობით და ასობით ადამიანია დაპატიმრებული და დახვედრილი. ივე დიდუბეში. გესმით და ეს ყველაფერი მაშინ ეს პერიოდია, როდესაც შევარდნაძე გამოდის და ის შევარდნაძე რომელიც ესე ვთქვათ საზოგადოების მცირე მადლობა ღმერთს ნაწილმა პატივით დაკრძალა, გამოდის და ამბობს რომ ჩვენ კარგი ვქენით რომ შევედით მრავალტანჯულ სამეგრელოში და კარგი ვქენით და ტყუილია ეს წუწუნი არავის არა საჭირო წუწუნი გაუპატიურებებზე და მკვლელობებზე ჩვენ სახელმწიფოებრივ საქმეს ვაკეთებთ. და აი ამ დროს ამ კაცის ესე ვთქვათ გამოგზავნილ ექსპერტთა ჯგუფისათვის ჩვენ ნდობა უნდა გამოგვეცხადებინა. მეტიც იყო საშიშროება რომ საერთოდ ესე ვთქვათ გააქრობდნენ ამ გვამს და ის ოჯახები რომლებიც სადაც ეს გვამი ესვენა ზვიადგამსახურდიამ გამოიცვალა რამოდენიმე ადგილი მე ახლა მექანიკურად რომ არ შემეშალოს 3 თუ 4 დასაფლავების ადგილი აქვს ასე ვთქვათ გამოცვლილი გესმით საერთო ჯამში სანამ გროდონდე ჩამოაღწია და რეპრესიების სვერპლი გახდა ეს ოჯახები და საერთოდ არიან გარდაცვლილები. დიახ, არიან გარდაცვლილები, დიახ, არის ცემაში მოკლული ხალხი და ასე შემდეგ. ასეთ სიტუაციაში ვიღაც იდიოტი ახლა შეიძლება გამოვიდეს და როგორ არ ჩაუტარე ექსპერტიზა. რა სიტყვით კონკრეტულად ჩვენებებზე, რომლებიც კეთდება და თითქოს ამბობენ, რომ ურთიერთგამომრიცხავია ეს ჩვენებები. კონკრეტულად ორ პიროვნებას დავასახელებ, ეს არის გუგუშვილს და მარგველანს, რობიზონ მარგველანს, რომლებიც ბოლო წუთამდე მასთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავი მოიკლა გამსახურდიამ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მათთან ინტერვიუ მარტივი მოსაპოვებელი არ არის. მინდა გითხრათ ისიც, რომ
ყვებიან მაყურებლისთვის გასაგონად რა თქმა უნდა ადამიანები რომ თითქოს ზვიად გამსახურდია როდესაც ერთი სახლიდან მეორე სახლში გადაადგილდებოდა მას სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი ან ქუდი ეფარან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია არის თუ არა აიყრდნობა თუ არა თქვა თან დააიყრდნობა თუ არა გამოძიება ამას და კონკრეტულად თქვენ უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ მე ახლა მოდით მე გამოძიებლის ფუნქციას მე ვერ შევითავსებ დიახ მე ნანახი მაქვს ახლა ამ ჩვენებების გარკვეული ნაწილი დიახ იქ არის მრავალი ასე ვთქვათ მრავალი წინააღმდეგობა ჩვენებების შეცვლა ახლა სამწუხარო ის არის რომ ახლა ნაწილი ამ ადამიანების ელემენტარულად გაქცეულია იგივე ვინმე გუგუშვილი გესმით ახლა გუგუშვილს საინტერესო ფაქტია სხვათა შორის რომ შემდგომ ახლა თავიდან ესე ვთქვათ პირველ წლებში ის საქართველოში არც ჩამოსულა საერთოდ უკვე ამდენი წლის განმავლობაში და მისი ჩვენება გამოძიებას ასე ვთქვათ არ აქვს აიგეთ მაგრამ ნუ თუ ხელმძღვანელებთ ეს საგაზეთო ინტერვიუებით თუ ეს ხებთან ასე ვთქვათ მისი ნასაუბრებით და თუ არ ვცდები რაღაც ჩვენების მსგავსი იქ რაღაც უნდა იდოს და ბოლო ხანებში მას საერთოდ გამოუგზავნა პროკურატურას აი რაღაც სულით ავადმყოფის ბოდვა ცნობიერების უწესრიგო ნაკადი სადაც ის ერთი მხრივ ამტკიცებს რომ შეიგი არენდობა დღევანდელ ხელისუფლებას იმიტომ რომ ის უკანონოა და ასე ვთქვათ ის კანონიერი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრია დღესაც ის ამტკიცებს და მეორე მხრივ ენდობა ავთომარგიანის შევარდნაძის დროინდელი უკანონო ხელისუფლების ვიცე-პრემიერის 1994 წელს თითქოს დააღებულ ვალდებულებას რომ ესე იგი ზვიადგამსახურდიას ოჯახს ექსპერტიზა არ ჩაუტარდებოდა და თითქოს ამაზე ჩვენ ოჯახმა დავეთანხმეთ. გესმით ერთი მხრივ ენდობა ავთომარგიანს და მეორე მხრივ არენდობა დღევანდელ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის უკანონოა, იმიტომ რომ იგი თავად არის ერთადერთი კანონიერი ხელისუფლება. გესმით თქვენ. სულით ავადმყოფის ბოდვა სულად შეგიძლიათ ინტერნეტში იზრდებს მე მგონი ეს მასალები, მაგრამ თქვენი აზრით იციან თუ არა ამ ორმა ადამიანმა იცის თუ არა კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა. დიახ, მე დაწუნებული ვარ ამაში და მეცაც გეტყვით, აი გუგუშვილის ჩვენებებში თუ მონათხრობებში უბრალოდ რა არის საინტერესო მის ახსნაგან მარტივებში. ეგრეთ წოდებულ რა არის საინტერესო აი რაც დრო გადის ის უფრო და უფრო უმატებს ასე ვთქვათ გაფორმებას ამ ისტორიის და გამოხავს აი სულ უფრო და უფრო წლების შემდეგ გამოხავს ვიადგამსახურდია როგორც აი დაჩაჩანაკებული მოხუცი სულიერად გატეხილი რომელიც ყოველ ნაბიჯზე იძახის რომ ვაიმე დედა მოვიდნენ თავები უნდა მოვიკლათ ვაიმე აი წლები რო გადის გესმით თქვენ აი ეს ხსენება ტექსტებში მის გუგუშვილის ტექსტებში მის ნაბოდვარში აი ეს თვითმკვლელობის ესე იგი ის ფიქრდება და ასე ვთქვათ სულ უფრო და უფრო ასე ვთქვათ მას მეტად აძლევს მისი დეფორმირებული სინდისი იმის გაკეთების საშუალებას რის გაკეთების საშუალებასაც დაუშვათ პირველ პერიოდში არ აძლევდა გესმით თქვენ პირველ პერიოდში მე მახსოვს მაგალითად ის გროზნოში რომ ჩამოვიდა ის იყო აბსოლუტურად ფრუსტრირებული დემორალიზებული ასე ვთქვათ და ეხმის ამოღებაც კი კრინდის დაზვრაც კი უჭირდა გესმით მე მათთვისაც მე ხვდები ამას გესმით თქვენ რომ მათთვისაც ეს არ იყო ადვილი მისაღები და ადვილი გადასახარში ასე რომ თუმცა ინტერვიუებში ბესარიონ გუგუშვილი საკმაოდ დეტალურად ყვება თუ საიდან სად გადადიოდნენ როგორ მოხდა ეს ყველაფერი ეს ყველაფერი შეიძლება მოყვება მანს არავინ არ ეკითხება ახლა ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი და რელევანტული არის აი ის ბოლო ეპიზოდი სადაც აი ეს სხვათა შორის მისი ეს მონაცხრობები წინააღმდეგობებით არის ახსოვს ერთ შემთხვევაში ერთ სიძახის მეორე შემთხვევაში მეორეს ახლა კიდევ აღარ ვიძახი ახლა რაღაც ცნობილ პასაჟებზე როდესაც სტეჩკინის გასტროლის ხმას ის დაშტის ჟღაროვნის ხმას აბრალებს აუშვათ იტყუება რაღაც შემოსასვლელი კარებების შესახებ და ასე შემდეგ ამბობენ რომ ბოლო სახლი სადაც იმყოფებოდა პირველი პრეზიდენტი არ იყო პრეზიდენტის მომხრე ოჯახი არ ვიცი თქვენ რა ინფორმაცია არ ვიცი ახლა მოდით ამაზე ამ თემაზე არ ვისაუბრებ თორემ რაც თანამდვილებით ახლა ვერ გეტყვით მე მგონი რომ ეს სიმართლეს ასიასავება თუმცა არ ვიცი